გამარჯვების სიმბოლო ოლიმპიური ჩირაღდანი დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა სპორტსმენებმა შეიტანეს. ნახეთ მარიამ სოლოღაშვილის სიუჟეტში. ესტაფეტით ოლიმპიური ცეცხლი დღეს გარდაბანში დღის პირველ ნახევარში შევიდა. მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში საქართველოში ცეცხლი ათენიდან ჩამოვიდა. გამარჯვების სიმბოლოს გარდაბანში ადგილობრივი მოსახლეობა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საზეიმო ღონისძიებით შეხვდნენ. დღეს ვამთავრებთ ამას ღონისძიებას. გარდაბანი მე-6 მუნიციპალიტეტია, სადაც ცეცხლი ჩამოვიტანეთ. ულოცავთ პირველ რიგში მთელ გარდაბანს და გარდაბნელებს ესეთ ღირსშესანიშნავ დღეს ოლიმპიური ცეცხლის შემოგზანებას და იწყება დაგვრჩენია ქართველ სპორტსმენებს, ყველა იმ ოლიმპიელს, რომელიც მონაწილეობს, ყველას წარმატება უსურვოთ და ბედნიერება და გამარჯვება უსურვოთ. აუცილებლად ხელშეუწყობს ეს მომავალში და პატარა ასაკში პოპულარიზაცია სპორტის. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ცეცხლის შეტანას უამრავი ადგილობრივი მცხოვრები შეეგება. თითოეული მათგანის ემოცია კი განსაკუთრებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ეს ჩვენთვის, არა მარტო გარდაბნისთვის, მთლიანად საქართველოსთვის. ოლიმპიური ცეცხლი ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დატვირთვის მატარებელი. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ცეცხლის შეტანას უამრავი ადგილობრივი მცხოვრები შეეგება. თითოეული მათგანის ემოცია კი განსაკუთრებული იყო. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უპრეცედენტო მოვლენის მომსწრია. მის ისტორიაში დღეს პირველად ოლიმპიური სიმბოლო ალებული ჩირაღდანი შემოდის. მე ახლა ოპერატორს ვთხოვ კადრში გაჩვენოთ თუ როგორ შემოვიდა გარდაბანში ოლიმპიური ცეცხლი. როგორც ხედავთ, გარდაბანში ოლიმპიური ცეცხლი წარმატებულმა სპორტსმენებმა შემოიტანეს. ამ დროისათვის ოლიმპიური ჩირაღდანი ჩვენს ქალაქშია.